ქართული ოცნება ამერიკელ კონგრესმენს ჯო ვილსონს და ოპონენტებს სრულ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეკულაციას უწოდებენ ინფორმაციას თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ. მათივე განმარტებით ცვლილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში არ შეცვლილა პოლიტიკა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის მიმართ. კიდევ ერთხელ ცხადდება ის ფაქტი, რომ აუცილებელია პერსონალური და თარგეტირებული პასუხისმგებლობა ყველა იმ პირისათვის, რომლებსაც აქვთ მონაწილეობა მიღებული დემოკრატიულ კუსლაში, ადამიანის უფლებათა, სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულის შემადგენლობის მქონე ქმედებების ჩადენაში, ყველა იმ წამების ღირსების შემლახავი მოპყრობის მიმართულებით, როგორც თანამონაწილეობაში, ასევე ავტორობაში. იზღუდება და მკაცრდება სავიზო რეგულაციები გარკვეული ქვეყნებისთვის, საიდანაც უკვე აღნიშნულია, რომ არის ასე ვთქვათ, მომატებული რისკი არალეგალური მიგრაციის და სწორედ აღნიშნულმა დადგენილებამ შეზღუდა ზემოაღნიშნული ქვეყნების ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა, თუ კი მათ მინიმუმ 1 წელზე მეტი არ აქვთ ბინადრობის უფლება ყურის ქვეყნების. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება დეზინფორმაციას, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან კიდევ ერთხელ ყველა დაინტერესებულ მხარეს თავად შეუძლია ღია წყაროებით იხილოს ის მთავრობის დადგენილება, რომელსაც უკვე ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობის მიერ. თუ ესე იგი აქამდე 50 სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა იყო ვალიდური საქართველოში შემოსვლისათვის, დღეს უკვე ამ ცვლილების შემდგომ ამ სახელმწიფოთა ჩამონათვალი დაახლოებით 10 ჯერ არის შემცირებული. შესაბამისად ეს გულისხმობს იმას, რომ თავისთავად შესაბამისი 17 ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბუნებრივია მოხდა გაცილებით უფრო მეტად გამკაცრება საქართველოში შემოსვლის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი რეჟიმისა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მტკიცება, ნარატივი იმის თაობაზე, რომ თითქოს და საქართველომ კარი გაუღო, ესე იგი, სხვადასხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების აბსოლუტურად უკონტროლო შემოსვლას და ეს თავისუფლად არის გარკვეულ საფრთხეებთან დაკავშირებული, არის უბრალოდ მტკნარი სიცრუე.